საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგია დაცული. აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტის ცნობით, BP-მ ბაქოს სუფსის მილსადენის ოპერირება საქართველოსა და აზერბაიჯანს უნდა გადასცეს. ამის შესახებ BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში ჟურნალისტებს უთხრა. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 271,200,000 დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 47,7%-ით მეტია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქმიან საღამოს გიორგი თოლორდავასთან ერთად. დავიწყოთ. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 271 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47,7%-ით მეტია. უცხების განმარტებით აღნიშნული ზრდა სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მატებამ განაპირობა, თუმცა მთლიანი ინვესტიციების ნახევარზე მეტი კვლავ რეინვესტირებაზე მოდიოდა. ქვეყნების მიხედვით 52 მილიონი დოლარით პირველ ადგილზეა ტრადიციულად გაერთიანებული სამეფო, რაც დიდწილად გამოწვეულია იქ იურიდიულად დაფუძნებული ქართული კომპანიების ოპერაციებით. მეორე მესამე პოზიციებს კი ამერიკა და ნიდერლანდები ინაწილებენ. რაც შეეხება დარგობრივ განაწილებას, ლიდერი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებია 125 მილიონი დოლარით, რომელსაც მოჰყვება ტრადიციულად უძრავი ქონება, IT სფერო და ენერგეტიკა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობის ახალ ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის და შესაბამის შეთანხმებას ხელი დღესვე მოეწარება. დიპლომატიური კავშირების დამყარების 34 წლისთავთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები საგრძნობლად გააღრმავა, რაც უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების დამატებაშიც გამოიხადა. ამავდროულად კობახიძემ არასერიოზული უწოდა ამერიკელ კორგმოსენ ჯო უილსონს, რომლის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის მოქმედებების შესწავლას ითვალისწინებს. პრემიერის თქმით, მაშინ, როდესაც თავად ამერიკის პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას, უილსონის კრიტიკა ყოველგვარ სერიოზულობას მოკლებულია. პრემიერის განცხადებით, მთავრობა ანაკლის სპორტთან დაკავშირებით სიახლეს ივნისის ბოლომდე გამოაცხადებს. BMG-ის კითხვის აპასუხო, თუ როდის გაფორმდება საინვესტიციო შეთანხმება ან იგეგმება თუ არა ახალი ტენდერების გამოცხადება, პრემიერმა არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა აღნიშნული სიახლე პროექტის მთავარ მონაწილეს ჩინურ CCCCC-ს. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია 2024 წლის მაისში შეარჩია და მაშინ ხელშეკრულების მალევე გაფორმება იგეგმებოდა, თუმცა პროცესი თითქმის 2 წლით გაჭიანურდა, რადგანაც მხარეები კომერციულ რისკებზე ვერ თანხმდებიან. ინვესტორს პროექტის გარანტიებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს, ხოლო სახელმწიფო მხოლოდ ისეთი შეთანხმების გაფორმებას აპირებს, რომელიც სესხისა და რისკების გარანტიას არ ითვალისწინებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჩინური კონსორციუმი პორტის 59%-იან წილს გადაიბარებს და პირველი ფაზის ფარგლებში, რომლის ჟამური ღირებულება 600 მილიონ დოლარამდეა, ნასობით მილიონი დოლარის ინვესტიციისა და ოპერირების ვალდებულებას აიღებს.
აზერბაიჯანთან გაფორმებული 20 წლიანი გაზის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა წელს ეწურებოდა, კიდევ დამატებით 20 წლით გახანგრძლივდა და მისი ფარგლებში ქვეყანა კვლავაც გარანტირებულ 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეღავათიანი სოციალური ტარიფით მიიღებს. სემეკის ანგარიშის მიხედვით 2025 წელს საქართველოს სულ 3.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, საიდანაც აზერბაიჯანიდან მიღებული მოცულობა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის ღრულ რაოდენობას, პერიოდულობასა და სწავლის პირობებს ადგენილებით თავადვე განუსაზღვრავს. კანონპროექტის ტექსტი და განმარტებითი ბარათი ადასტურებს, რომ ლიმიტები კერძო სექტორზეც გავრცელდება, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს უნივერსიტეტების ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავლებზე. ოფიციალური მონაცემებით 2024-25 წლებში საქართველოში სულ დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ფიქსირდებოდა. საპენსიო ფონდის აქტივების ზომა 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 2.4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო სისტემაში დაცული 1.5 მილიონი ადამიანის საშუალო დანაზოგი კაცზე დაახლოებით 6,000 ლარს შეადგენს. აქტივების სამ პორტფელშია განაწილებული, სისტემის აბსოლუტური უმრავლესობა ავტომატურად არის განთავსებული 98.7%-იანი წილით კონსერვატიულ პორტფელში, ანუ ყველაზე დაბალ რისკიან პორტფელში, რომელიც მეტწილად არის ლარის ფიქსირებული შემოსავლის აქტივებით გამყარებული, ხოლო მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, ხელმისაწვდომ დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში შესაბამისად არის განაწილებული 54 და 64.5 მილიონი ლარის კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ გლობალური საფონდო ინდექსების ყველაზე მაღალი წილის მქონე დინამიკურმა, ანუ ყველაზე მზარდმა პორტფელმა 2026 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მაღალი 9%-იანი ამონაგები დააფიქსირა. მაშინ, როდესაც დაბალანსებული პორტფელის სარგებლიანობამ 7.5% შეადგინა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგებმა მიაღწია სულ რაღაც 5.9%-ს. საქმის აღამოს დასრულების შემდეგ თქვენ წინ ტრადიციულად გელით თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 271 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ზრდა 48%-მდეა. რეინვესტიციის წილი 54%-მდე. რომელი ქვეყნებიდან შემოდის ქვეყანაში FDI და რომელ სექტორებში? რას ამბობს საქსადის სტატისტიკა და რას ვერ გვიყვებიან ოფიციალური რიცხვები საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და რეალური საინვესტიციო გარემოს შესახებ? ანუ რა ტიპის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა აქვს საქართველოს? დღეს 21 საათსა და 30 წუთზე ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. ვაგრძელებთ საქმიან საღამოს საფონდო ბაზრების მიმოხილვით და დღეს გვაქვს ძალიან უცნაური და არასახარბიელო დღე. ეს არის დღე, როდესაც დაეცა ყველაფერი. ზოგადად ასეთი რამ საფონდო ბირჟებზე და მეტალების ბირჟებზე და ნავთობის ბირჟებზე ესე ერთიანად არასოდეს არ ხდება, რადგანაც ზოგადად აქტივების კლასებს შორის არის საპირისპირო მიმართებები. მაგალითად, როდესაც საფონდო ინდექსების დაღმასვლას ხედავთ, მაშინ წესით ოქრო იზრდება ან ნავთობი იზრდება, ან თუნდაც კრიპტოსაკ უკეთეს შედეგები, მაგრამ დღეს ის დღეა, როდესაც ობლიგაციების განაკვეთებიც ეცემა, კრიპტოც ეცემა, ოქროც ეცემა, ვერცხლიც, საფონდო ბირჟებიც, ინდექსებიც, კომპანიების აქციებიც და აბსოლუტურად ყველა აქტივის კლასი, რომელიც შეიძლება გაგახსენდეთ დღეს კი ძალიან დეტალურ და საინტერესო ანალიზად შემოგთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და რა აშინებთ ასე ძალიან ინვესტორებს. პირველ რიგში შედეგებს დავაკვირდეთ. S&P 500, ანუ ფლაგმანური ამერიკული ინდექსი არის შემცირებული 2%-ზე მეტით. Dow Jones აქვს -1%, Nasdaq-ი კი 3.5%-ით ლამის შემცირებული. არა და დაახლოებით საათნახევრის წინ ყველა ძირითადი ინდექსი იყო გაზრდილი თითქმის 1.5-2%-დან. რეალური კორექცია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ დღევანდელ სესიაზე, უკვე აჭარბებს 5%-ს. აქვე
კომპანიებსაც განახებთ, როგორი შედეგები აქვთ, აბსოლუტურად ყოველი მათგანი, როგორც ხედავთ, არის გადატიტლებული, რომელიც ამერიკულ ბირჟაზეა წარმოდგენილი. Nvidia ლამის -4%-ს აჩვენებს, Apple-თანაც დაახლოებით -4% გვაქვს. Microsoft-ი -2.5%, TSMC -4%, Broadcom 5%-ზე მეტად დაეცა, Tesla-სთანაც ლამის -5%-ს ხედავთ. აი ამ ყველაფრის ახსნა და განმარტება არის დაკავშირებული ხვალინდელ საინტერესო სტატისტიკასთან, რომელსაც ჩვენ გავეცნობით დაახლოებით 6-ის ნახევარზე თბილისის დროით. ეს სტატისტიკა უკავშირდება ამერიკაში ინფლაციას. მოკლედ, გავრცელდა ინფორმაცია კულუარულად, რომ შეიძლება ინფლაცია იმაზე გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ამას ანალიტიკოსები მოელოდნენ, ამან კი შესაძლოა ფედერალურ რეზერვს უბიძგოს ნაჩქარევი წესით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაკენ და თუ ფედი მართლაც წელსვე გაზდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, თუნდაც 25 საბაზისო პუნქტით, ეს ბაზრისათვის იქნება ძალიან ცუდი სიახლე, რადგანაც ბაზარი ყველაზე მკვეთრად სწორედ ფედის გადაწყვეტილებებზე რეაგირებს. აი ამ ინფორმაციის დადასტურება თუ არ დადასტურება არის ამჟამად შეუძლებელი, ის ხათახჩენია დავალდოთ ყოველ დღეს, მაგრამ ბაზარი უკვე წინასწარ გლოვობს შედეგებს. აი, სწორედ ეს არის მთელი ახსნა იმისა, თუ რა ხდება დღეს აქ. დაღმასვლა გვაქვს, რა თქმა უნდა, ევროპაშიც 0.5% დაეცა ევროპული ინდექსი, აზიასთან მიმართებით არსებული შედეგები ცოტა არ იყოს და ირელევანტურია, რადგანაც შანხაიც და ნიკეიც, როდესაც დაიხურნენ მაშინ ამერიკაში გათენებულიც არ იყო და ეს ამბავიც გავრცელებული არ იყო, შესაბამისად ასახვა აქ რაც იქნება, გამოჩნდება ხვალინდელ სესიაზე. ხოლო სანავთობო ბაზარზე საინტერესო ვითარება გვაქვს. როგორც გითხარით, დღეს ის უცნაური დღეა, როდესაც ბირჟების ეცემა და ნავთობიც ამჟამად 2.5-2%-ის ფარგლებში გვაქვს ჩვენ კორექცია. რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა $88-მდეც კი იყო ბრენდის ფასი შემცირებული, თუმცა შედარებით ამოიწია ის $92.5-მდე, WTI-ის ფასი კი $89 ფარგლებშია. დაეცა ასევე ლამის 4%-ით ბუნებრივი აირის ფასიც და 48 ევრო შეადგენს, როგორც ხედავთ ამჟამად მისი ღირებულება. ასევე ვარდნა გვაქვს ძალიან მკვეთრი ოქროსთან და ვერცხლთან. ოქრო -2%-ს აჩვენებს, $4,240 გვაქვს ამჟამად ჩვენ ფასი ოქროზე. ვერცხლი კი უკვე $64-მდე ჩამოვიდა, 5%-ია დღეს კორექცია, ერთ თვეში -24% და იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ოქრო შეიძინეს პიკური ფასი კი მოგეხსენებათ იყო დაახლოებით $126, მათ ფაქტობრივად გაუნახებდათ ინვესტიცია, ამიტომაც ვერცხლი და სხვა მსგავსი შედარებით სპეკულაციური აქტივები, როგორც წესი, რეკორდულ ფასად არ უნდა იყიდოთ, ეს შეგიძლიათ პირდაპირ ფინანსურ რჩევადაც მიიღოთ. გადავიდეთ ახლა უკვე კრიპტოზე, სადაც ისევ და ისევ წითელი დღეები დაბრუნდა, გუშინ შედარებით ამოისუთქა ბაზარმა, თუმცა დღეს საფონდო ბირჟის ვარდნის ფონზე, რა თქმა უნდა, კრიპტო ბაზარიც დაეცა, როგორც ხედავთ, -4% გვაქვს საშუალო კორექცია, ბიტკოინი ისევ ჩამოვიდა დაახლოებით $60,000-მდე, ეთერუმის ფასი $1,600-ია, კაპიტალიზაცია $196 მილიარდი გვაქვს ჩვენ ამ ეტაპზე ეთერუმთან, ბიტკოინთან კი $1,222 მილიარდი. აქვე ტრადიციულად შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ გსურთ ამ კორექციით სარგებლობა და ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა ნებისმიერი აქტივი გაიზრდება, შეგიძლიათ თქვენი ეს მოლოდინი გამოხატოთ უშუალოდ კრიპტო ბირჟაზე და ერთ-ერთი კრიპტო ბირჟა, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული, არის CoinMania, სადაც კრიპტო აქტივები საკმაოდ ფართო არჩევანია წარმოდგენილი. აქვე ჩვენ გადავიდეთ ტრადიციულად ლონდონში, სადაც რა თქმა უნდა კორექცია გვაქვს, სხვაგვარად როგორ შეიძლება და საქართველოს ბანკის აქციები აქ დაეცა დღევანდელ სესიაზე დაახლოებით 2%-ით, რაც შეეხება TBC-ს, მასთან მიმართებით კორექცია გვაქვს ლამის 3%-ით და ჩვენ უკვე ოფიციალურად დავუბრუნდით პრინციპში მარტში დაფიქსირებულ შედეგს და ასევე საინტერესო ის არის, რომ ეს არის ერთწლიანი ჩარტი, რასაც თქვენ ამჟამად უყურებთ. იმ ინვესტორებმა, რომლებმაც TBC ბანკის აქციები შეიძინეს, მაგალითად, ზუსტად 1 წლის წინ, ივლისში ან სხვა ნებისმიერ პერიოდში, ისინი დღეს არიან ნეტ ზარალზე, მთელი წლის განმავლობაში, არათუ გაიზარდა კომპანიის აქციები, არამედ შემცირდა, თუ კი ჩვენ ავიღებთ 1 წლიან პერსპექტივას, რაც სახარბელოს შედეგი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის რეალური შემოსავალიც, მოგებაც და
რეალური ფინანსური ინდიკატორები და მაჩვენებლები არის გაუმჯობესებელი, თუმცა ხანდახან საფონდო ბირჟა და კომპანიის რეალური ფინანსური შემოსავლები არიან ერთმანეთთან აცდენაში, ახლა კი სწორედ ასეთი პერიოდია და ამ ვოლატილობის, გაურკვევლობისა და სიგიჟეების ფონზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც არის გამყარებული დოლართან მიმართებით და კურსი გვაქვს ამჟამად 2.66 ევროსთანაც სხვადასხვა კარგი შედეგები აქვს ლარს, 3.07 გვაქვს აქ უკვე კურსი და სტერლინგის მაჩვენებელი ამჟამად არის 3.56. მოკლედ აი ასეთი გიჟური განწყობა გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმე საღამოს კი ვაგრძელებთ დღის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით. რა სკანდალში გაეხვა ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ფლამინგოებს. დღეს ჩემი ჩართვის მიზანი სწორედ ის იქნება, რომ ვისაუბრო უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ევროპულ პროექტზე. პროექტზე, რომელიც ალბანეთში ხორციელდება, რომელშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქტორია ჩართული და რომლის როგორც განხორციელება ისე ჩაშლა ბევრ ამას განსაზღვრავს. მოკლედ, დავიწყოთ ზოგადად იმაზე საუბრით, თუ რა პროექტი ვითარდება ალბანეთში და რა შუაშია ამ ყველაფერთან ტრამპის სიძე. როგორც ცნობილია, ჯარედ კუშნერი საინვესტიციო კომპანია Affinity Partners ფლობს ფირმას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი კი უნდა იყოს ბალკანურ სახელმწიფო ალბანეთში ვიოსა ნარტას კუნძულზე კურორტის მოწყობა. საუბარია 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, რაც 5 მილიარდიანი მთლიანი პროექტის ნაწილია და ამ ულამაზეს გარემოს უმაღლესი კლასის სასტუმროების, აპარტამენტებისა და ვილების სივრცეთ გადააქცევს. ეს კოლოსალური მოცულობის ინვესტიცია ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას მოდერნიზებაში და საკუთარი საკურორტო მიმართულების განვითარებაში დაეხმარება. თუმცა, საქმე ის არის, რომ ის ტერიტორია, რომელიც ჯარედ კუშნერის ფირმას გადაეცა, ალბანეთის დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და მისი უცვლელად შენარჩუნება ადგილობრივი ეკოსისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც მოსახლეობამ პირველად შეიტყო პროექტის შესახებ, რეაქცია იმდენად მძიმე არ ყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს გაირკვა, რომ მძიმე ტექნიკამ უნიკალური ფიჭვის ხეების მოთხრა და ფლამინგოების, სელაპებისა თუ ზღვის კუების ბუდობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკოსისტემის განადგურება გარემოზე ზეგავლენის ოფიციალური შეფასების გარეშე დაიწყო, ქვეყანა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი, რომელიც დედაქალაქ ტირანას ქუჩებში გამოვიდა იმის სათქმელად, რომ იშვიათი ბუნების განადგურება ტრამპის სიძის ინტერესების გამო არ შეიძლება. დემონსტრანტების ცეცხლზე ნავთი დაასხა ქვეყნის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც, რომელშიც განაცხადეს, რომ გამოძიება დიდი ფულის სანაცვლოდ აკრძალული ტერიტორიების გადაცემის მუხლით რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაიწყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამჟამად არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ტრამპის სიძის კომპანიამ დიდი თანხის სანაცვლოდ მოისყიდა ალბანელი მაღალჩინოსნები, მათი დახმარებით უნიკალური დაცული ტერიტორიები გადაიფორმა და მშენებლობა ეკოლოგიური შემოწმების გარეშე დაიწყო. ყველაფერი, რაც ახლა ალბანეთში ხდება, სწორედ ამ მოცემულობას უკავშირდება. როგორ დამთავრდება ეს პროცესი, ჯერ რთული სათქმელია, რთულია იმის პროგნოზი, მოეთხოვება თუ არა პასუხი ტრამპის სიძის კომპანიას. თუმცა, უფრო დიდი პრობლემა, რომელსაც პროტესტი და ანტიკორუფციული გამოძიება მალავს, არის ის ალბათობა, რომ თუ ბრიუსელმა საკმარისი მტკიცებულებები დაიკავა ხელში, ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივ და პროდასავლური კურსის მხარდაჭერით ცნობილ პრემიერ ედი რამას თანამდებობის დატოვება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს. არჩევნების, რომელიც ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო კანდიდატისთვის მხოლოდ უკან დახევის წინაპირობა იქნება. გლობალურ ბიზნესზე უნდა ვისაუბროთ. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ეფრისათვის. პრეზენტაცია გაიმართლა WWDC, რომელსაც მე და ბატონი ერეკლე ლაივში ვაკვირდებოდით და ჩვენ სახეებზე პრეზენტაციის მიწურულს იყო გაოგნება და ისეთი იმედგაცრუება, მარტივად რომ ვთქვათ, რადგანაც Apple-მა წარადგინა ტექნოლოგიური განახლება, რომელიც პრინციპში არც ყოფილა თავისი. ეს იყო Google-ის ტექნოლოგიის review, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ისედაც ვუყურეთ და რამდენიმე კვირის წინ კიდევ განახლებაც იყო, გამოცადეთ და უკვე დავიწყებული ტექნოლოგიაც კი ის, რაც Apple-მა წარმოადგინა, რებრენდინგიც განიცადა ასისტენტმა Siri და Siri AI დაერქვა ახლა უკვე მას და მასში ჩაშენდა მარტივად რომ ვთქვათ Google Gemini.
როგორც კი სახელი Siri AI გამოჩნდა, დავაკვირდი Apple-ის აქციებს, ლაივში მქონდა გახსნილი და დავინახე, რომ ყისერად დაეცა Apple-ის აქციები, რადგან ინვესტორები მიხვდნენ, რასთანაც ჰქონდათ საქმე, rebranding-თან, Google-ის პროდუქტის, მაგრამ ეს ვარდნა გუშინ არ გაჩერებულა, დღესაც გაგრძელდა, ბირჟის გახსნისას -7% იყო, ახლა უკვე -9%-ს უახლოვდებით და გამოვიდა, რომ Apple-ის ყველაზე დიდი განახლება, რაც წესით უნდა ყოფილიყო ბოლო წლების განმავლობაში, დიდად გამორჩეული საინტერესო და შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთადერთი შედეგი, რაც მოიტანა, ის იყო, რომ Apple-მა დაკარგა ლამის 350 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია და პრინციპში ეს იყო ამავდროულად სიმბოლურია ესეთი ბოლო იმედგამაცრუებელი პრეზენტაცია ტიმ კუკის მხრიდან, როგორც CEO-ს ამპლუაში. ამის შემდეგ მას ამ პოზიციაზე ვეღარ ვიხილავთ, შეიძლება Apple-ის პრეზენტაციებში მაინც იყოს ის, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული Apple-ის ვეტერანი, თუმცა უკვე ტერნუსის ეპოქაში გადავდივართ, დაუტოვა ასეთი სამყარო, მარტივად რომ თქვა, ტიმ კუკმა უკვე ტერნუს და შეგვიძლია პრინციპში უკვე დეტალებზეც საუბარი თუ რა გამოჩნდა ამ ტექნოლოგიურ პრეზენტაციაზე გარდა Siri AI-ისა, რომელიც თლად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. და არც თლად ქართულად საუკეთესოდ ჟღერს, თუმცა მოცემულობა ის არის, რაც არის ამერიკაში ნამდვილად არ უკითხავთ ჩვენ. ხო, ქართული არც იცის, ესეც დავამატოთ, რომ იმედიც არ ქონდეთ, რომ გამოიყენებთ. არავის უკითხავს, როდის და რას დაარქმევდნენ. მოკლედ, აპლიკაციას, სისტემას ყოველ შემთხვევაში ჰქვია Siri AI, რაც მომდინარეობს Apple Intelligence-დან, ჩვენ ვიცით, რომ 2024 წელს, როცა პირველად გამოჩნდა, სწორედ და აი ამ სახელების შეერთებით მივიღეთ AI-ის Apple-ისეული ვერსია. თუმცა მაშინდელი ფიასკო გარკვეულწილად ახლაც გაგრძელებულია, მაგრამ პირდაპირ ვიტყოდი, რომ არ ვიქნებოდი ასეთი კრიტიკული Apple-ის მიმართ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოლოდინი რაღაც უნიკალურისა არ ყოფილა. ჩვენ ვიცოდით, რომ Apple-ს მინიმუმ ის სტანდარტი მაინც უნდა გაიგრძელებინა, რაც უკვე აქვს Google-სთან ერგილი. ცხადია ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის, იმიტომ რომ კომპანია, რომელიც 4.5 ტრილიონიან კომპანიაზე გაქვს საუბარი. აღარ არის 4.5 ტრილიონი. ხო, უკვე აღარ არის, დაეცა. კი. და Google-ს ალბათ კარგახანი ვეღარ დაეწევა. მაგრამ პრეზენტაცია ნამდვილად იყო საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით ვიხილეთ განახლებებს. OS-ების განახლებებს ვიხილეთ პრინციპში. რეალურად ეს იყო პროგრამული განახლება. იყო საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულ პროდუქტებსაც ვიხილავდით, თუმცა ეს მთლიანად ჩახსნა კომპანიამ და აქცენტი გააკეთა და გადაიტანა მთლიანად პროგრამულ განახლებაზე, რაც მოიცავს რას. უპირველეს ყოვლისა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, აღმოიფხვრება იმით, რომ ეს Siri AI არა მარტო პროგრამულად ჩაშენდება სისტემაში, არამედ ის იქნება ცალკე აპლიკაციის სახითაც წარმოდგენილი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ Gemini-ის, ChatGPT-ის და სხვა აპლიკაციების საჭიროება Apple-ის მომხმარებლებს იმდენად აღარ ექნებათ, რადგან საუკეთესო ხელოვნური ინტელექტი, რაც ბაზარზე არის, Google, ფაქტობრივად იქნება საფუძველი Siri AI-ის და შესაბამისად ექნება ნებისმიერ მომხმარებელს ვთქვა. რა უპირატესობასაც მიიღებენ Apple-ის მომხმარებლები განსხვავებით, მაგრამ თუნდაც Google-ის მომხმარებლებისაგან არის ის, რომ Google Pixel-ის თუნდაც არის ის, რომ Apple-ის პროდუქტებში ის ნაწილი, რაც შეეხება მაგალითად პირად მონაცემებს, დარჩება Apple-ში, არ გადაეცემა Google-ს და რაც მთავარია, მასთან ერთად შეგეძლებათ მაგალითად სხვადასხვა დავალების მიცემა, პირობითად თუ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კონკრეტულ ადამიანს გადაუგზავნოთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ სადღაც ვარ წასასვლელი მაგალითად, ამას მივწერთ Siri AI-ის მარტივად და ძალიან მარტივად მოხდება ეს. ანუ ის აპლიკაციებს შორის თავად აღასრულებს დავალებებს. თვითონ აღასრულებს დავალებებს, რაც იქნება მომხმარებლისთვის, ჩვენნაირი მომხმარებლისთვის ძალიან გამარტივებული პროცედურა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული იქნება Apple-ის მომხმარებლების ინტერესები, რომ ეს მონაცემები არ გადაეცემა Google-ს და ამაში იხდის სწორედაც Apple 1 მილიარდს. სხვა მხრივ განახლებები მნიშვნელოვანი გვაქვს ვიზუალში, შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში ის გამჭვირვალე მინის დიზაინი, რომელიც, მეტნაკლებად ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, გვექნება არჩევანი იმის, რომ შევცვალოთ მისი სტილი, ამასთან რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი გააკეთებს, ძალიან ბევრი გააკეთებს და სრულიად დამსახურებულადაც ამას გარდა ვიზუალური ცვლილება უფრო სწრაფი ჩატვირთვებით და 20%-ით. უბრალოდ არ ვიცი 30-ით იქნება თუ არა სწრაფი. ახლა შემდგომობა არ გაქვს. შეიძლება იყოს 30-მდე. პრინციპში მიზეზი გაქვს, რომ არ მაქვს ძალიან საფუძვლიანი ინვესტორებსაც აქვთ. კი, მაგრამ 7% მაინც მეტი იყო, მე მგონი. უკვე 9-მდე ჩამოვიდა. კი ბატონო, დაუბრუნდეთ მთავარს ყოველ შემთხვევისთვის. აქ მნიშვნელოვანი ასევე
უნდა ითქვას, რომ 80%-ით დაჯგარდება airdrop-ით გადატანა მასალების, რაც ძალიან კარგი საშუალებაა იმ ფონზე, როცა ბევრი მომხმარებელი იყენებს საკმაოდ აქტიურად მას და არ გვჭირდება მაგალითად WeTransfer-ით ან ნებისმიერი სხვა პლატფორმით სურათების, ნებისმიერი სხვა მასალის ატვირთვა. როგორც შეგვიძლია შევაჯამოთ, Apple-ის ეს პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე იყო გათვლილი იმაზე, რომ არსებული პრობლემები გამოესწორებინათ და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი განევითარებინათ. ეს იყო ძირითადი წამყვანი მიმართულება, მცირედი სიახლეები ვიხილეთ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხითაც, ის რომ მშობლებს უფრო მეტი კონტროლი ექნებათ მოწყობილობებზე, თუმცა ამ მხრივ რეალურ შედეგებს რომ ვიხილავთ, შემდეგ შეგვეძლება საუბარი იმაზე, რამდენად ეფექტურია ისინი. ხო, ნუ ერთი რამ რაც ცხადია, არის ის, რომ Apple-მა Sony დადო Google-ზე, რომელიც AI მიმართულებით არის ერთ-ერთი ძირითადი ლიდერი პრინციპში ამის თქმა თამამად შეგვიძლია, მაგრამ შეიძლება ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგანაც ბირჟაზე მოდიან ახალი, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე სტარტაპები, ვიცით რომ Anthropic-მა უკვე შეიტანა IPO-ზე განაცხადი, SpaceX-აც შეტანილი აქვს და პარასკევს ველოდებით ფაქტობრივად რეალურად. პარასკევს იქნება უკვე გარდაუვალი IPO, SpaceX-ში შედის XAI, ანუ Grok-ზე გვაქვს აქ საუბარი და უკვე მესამე მოთამაშეც დაეწევა მათ, ეს იქნება OpenAI, რომელსაც პრინციპში დაიწყო მთელი ეს რბოლა, მაგრამ IPO-ს ნაწილში ცოტა არ იყოს და ჩაეძინათ საჭესთან, ამის თქმა შეგვიძლია დავამატოთ. ფინანსური ხელმძღვანელი იყო წინააღმდეგობაში. ფინანსური ხელმძღვანელი იყო წინააღმდეგი და თან კომერციალიზაციის მოდელი OpenAI-ის იყო უფრო საცალო მომხმარებლებზე გათვლილი, ვიდრე B2B პლატფორმებზე და ამ მიმართულებით Anthropic-ის, ასე ვთქვათ, Sony უფრო გამართლებული აღმოჩნდა, ვიდრე OpenAI-ის, მაგრამ ეს სხვაობა მაინც მინიმალური იქნება 1 და 2 თვე არაფერს არსებითად არ 1 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ყავს. მილიარდი მომხმარებელი ყავს, რომელსაც გამოიყენებს OpenAI ამისათვის. მოკლედ, ამ კომპანიამ შეიტანა უკვე მარეგულირებელთან კონფიდენციალური განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილი არის გამოთქმული NASDAQ-ზე უნდა გავიდეს. ეს კომპანიაც საშემოდგომოდ იგეგმება მისი IPO და მინიმალური სამის ნიშნული არის ტრილიონი დოლარი. მოკლედ, ტრილიონს ყვებით ბირჟაზე აღარავინ გადის. აი ასეთი არის უკვე რეალობა და მოსამართლე. ხო, საინტერესო წერია ტრილიონს ყვებით აღარავის აინტერესებს IPO თუ ტრილიონი არ არის, მაშინ ბირჟაც არ არის. ასეთია დამოკიდებულება კომპანიების მხრიდან. აქვე ის უნდა ვთქვათ, რომ OpenAI-ის მხარს ძალიან ბევრი ინვესტორი უჭერს. SoftBank-ი არის ერთ-ერთი უდიდესი, მათ შორის Amazon-ი და Nvidia-ც ინვესტორები. ხო, არც არაფერი გამოვიდა და მის გარეშე ასევე რა თქმა უნდა Microsoft-იც არ უნდა დაგვავისლეს მთელ ამ ამბებში, რომელიც კონდათ, მაგრამ მაინც არის equity პარტნიორია, რომელიც IPO-თიც მიიღებს, ფული არ იქნება მათთვის ნაკლები. ფული მათთვის არ იქნება პრობლემა და აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე 50 მილიონამდე პრემიუმ მომხმარებელიც დაუგროვდა OpenAI-ის პლატფორმას ChatGPT-ის და 50 მილიონი მომხმარებლით პლატფორმა ნაპირებს ძალიან დიდი ფული შოვნას, მაგრამ 2030 წლამდე მოგებაზე არც იცნობთ, იქამდე ვიქნებით ზარალზეო და ჩვენ საოპერაციო ხარჯებს დაფარავენ ინვესტორებიო. ასეთი არის Sam Altman-ის განცხადება და აბა ჩვენ ვიცით, უნდა შევესიოთ ახლა OpenAI-ის აქციებსაც. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში 2030 წლამდე რას გეგმავს OpenAI არ ვიცით, მაგრამ 2028 წლისთვის რომ გამოჩნდება საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი Perplexity AI, ეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ფაქტობრივად Perplexity-ის ხმა რომ არ ამოიღო, ეს იქნებოდა უკვე პრობლემა, იმიტომ რომ ვინც ადამიანს ახსენდება AI-სთან დაკავშირებით, უკვე ყველამ რაღაც განაცხადა, ან საფონდო ბირჟაზე გავიდა, ან საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება, ან ვიღაცას შეუერთდა და შესაბამისად ამ გზით აღმოჩნდა ელემენტარული მაგალითი Grok-ია, რომელიც შეუერთდა XAI-ს, SpaceX და SpaceX-ი გავა ბირჟაზე. ყოველ შემთხვევაში Perplexity, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი სტარტაპია და ის გაცილებით უფრო დიდი პოპულარობით და მოთხოვნილებით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტი, როგორც პროდუქტი, რომელიც დაცულია, რომელიც ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებს, რომელიც არის მარტივად რომ ვთქვათ, ეთიკური AI ამ კუთხით და საგანმანათლებლო მიმართულებით აკადემიაში აქტიურად იყენებენ Perplexity-ს. და შესაბამისად Perplexity-ც აცხადებს, რომ ის საფონდო ბირჟაზე გამოვა, საუბარია 2028 წელზე, როგორც უკვე აღნიშნე. ცხადია, აქ არ ჩქარობენ, რადგან მიზანი აქვთ, რომ ეტყობა თვითონაც ტრილიონის გარეშე არაპირებენ საფონდო ბირჟაზე შესვლას, რაც შეიძლება უფრო პრობლემური გახდეს იმ ფონზე, როცა უკვე Anthropic და OpenAI, ასევე Grok-ი იქნებიან წარმოდგენილი საფონდო ბირჟაზე, შეიძლება Perplexity
ამან უკან დახიოს. მაგრამ ის რომ აცხადებენ, ესეც კარგი ამბავია, ამით ამშვიდებენ ინვესტორებს, რომ ჩვენ არ გვძინავს OpenAI-ისგან განსხვავებით და მივდივართ წინ. მოკლედ, აი ესეთ საინტერესო სიახლე გვაქვს 2028 წლისთვის კიდევ ერთ AI სტარტაპს ვიხილავთ. ძალიან დაძაბული და ისეთი ცხელი წლები გველოდება წინ IPO-ების მიმართულებით და ამის ფონზე ჩინეთის საფონდო ბირჟა იღებს უდიდეს დარტყმას ამის -10% ქონდა ყველა იმ კომპანიას, რომელთაც ახლა ჩამოვთვლით, მათ შორის არიან Alibaba, Baidu, BYD და NIO. მოკლედ ეს კომპანიები ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა, ანუ პენტაგონმა შეიყვანა ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. შავი სია მაქსიას არ ქვია, სხვა სახელი აქვს და ამ სიის განმარტება არის ის, რომ აქ მოხვედრილი კომპანიები კავშირში არიან ჩინეთის მთავრობასთან და ისინი თავიანთ მონაცემებს უზიარებენ ჩინეთის სამხედრო ძალებს და ამერიკისთვის ეროვნული ამერიკისათვის წარმოადგენენ რაღაცნაირად საფრთხეს, მომხმარებლებისთვისაც წარმოადგენენ საფრთხეს, მაგრამ ჟურნალისტები იქნებიან თუ ინვესტორები მას შავ სიას უწოდებენ პირდაპირ, რადგან აქ თუ მოხვდა კომპანია, ჯერთი რომ ამ სიიდან ძალიან რთული გამოსვლა, მეორე ის რომ ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებთან ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს რეალურად ეზღუდებათ ყველანაირი სახის თანამშრომლობა, როგორც პროდუქტებისა და სერვისების შეძენა, ასევე თავად თანამშრომლობაც კი და ამავდროულად ეს ირიბად შეზღუდვას უწესებს იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამერიკის მთავრობასთან თანამშრომლობენ, მოკლედ მარტივად რომ ვთქვა, აი Lockheed Martin-ი რომ ავიღოთ, Lockheed Martin-ს მაგალითად ფაქტობრივად უკვე ხვალიდან მოყოლებული აღარ შეუძლია BYD-ის ტექნოლოგიების გამოყენება, რადგანაც, როდესაც დადგება ტენდერისათვის შემოწმების მომენტი და აღმოჩენენ, რომ მიმწოდებლებს შორის არის BYD, მაგალითად, Lockheed Martin-ისა, Lockheed Martin-ს ეტყვიან, რომ შენი ერთ-ერთი მომწოდებელი არ ღვევს ჩვენს მოთხოვნებს და ამიტომაც უნდა დაგემშვიდობოთ ამ ტენდერში ვერ მიიღებთ მონაწილეობას. ამიტომაც ყველა ის კომპანია, რომელიც კავშირში არის რეალურად ამერიკის მთავრობასთან, ძალიან აქტიურად მოერიდება ამ სიაში შესულ კომპანიებს. მიზეზი არის ძირითადად ჩინეთთან დაძაბული საკმაოდ ისეთი გეოპოლიტიკური ურთიერთობა და ის, რომ ეს კომპანიები არიან ჩინეთის ფრონტის წინა ხაზზე. ესენი არიან სწორედ იმათი Amazon-ი, Meta, Google და Nvidia. უბრალოდ ჩინური, ასე ვთქვათ, სექტორებიდან წარმოდგენლები ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ მათ. ახლა Alibaba და Baidu შეიძლება არ იყოს ესეთი მოთხოვნადი საქართველოს როგორც მაგალითად Amazon-ი და Google, მაგრამ ჩინეთში და აზიაში ეს კომპანიები ძალიან უყვართ, თუმცა ამ კომპანიების მიმართ ამერიკელი ინვესტორების ინტერესი დრამატულად დაეცემა ამ შავ სიაში მოხვედრის შემდეგ და ის შანსი რომ ეს კომპანიები აღმოჩნდებიან ამერიკის ბაზარზე და ვარსკვლავებს მოწყვეტენ უკვე არის ნულთან ძალიან ახლოს ურთულესი იქნება ამ სიდან. ამოსვლა რაღაც გეოპოლიტიკური უნდა შეიცვალოს იმისათვის რომ ეს ასე მოხდეს. მოგეთ კარგ დროს მოუსწრია Berkshire Hathaway-ის BYD-ის გაყიდვა. შეიძლება რაღაცის ბრალდება არ იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად მიანიშნეს ყურში ჩაშქურს. დავრჩეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ცოტა სხვა ინდუსტრიაზე უნდა ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ სტრატეჯიზე, Bitcoin-ის მიმართულებით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო კომპანიაზე, რომელმაც 101 მილიონად 1550 ბიტკოინი იყიდა. ორი კვირის წინ 32 ცალი ბიტკოინი გაყიდა. ოღონდ ამ გადაწყვეტილებას აქვს ძალიან ნიშნულოვანი თუ გავითვალისწინებთ რაც აქ და უკან ამ ყველაფერს. სწორედ ამიტომ აქვს ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ როცა Michael Burry-ის კომპანიამ გაყიდა, როცა გაიყიდა ამ შემთხვევაში ამ რაოდენობის ბიტკოინები, ეს იყო ფაქტობრივად კატასტროფა საფონდო ბირჟაზე, იმიტომ რომ გაჩნდა 20%-ით დაეცა ბიტკოინი, რადგანაც Taylor-ი უცხადებსო უნდობლობას ბიტკოინს, რაღაც თეორიები აეგო მომენტალურად. თითქოს ყველა ბიტკოინსაც გაყიდისო და ჩვენ ვიცით რომ ამ კომპანიას აქვს 855,000 ბიტკოინი, რომც მოუნდეს ვერ გაყიდეს. ამდენ ბიტკოინი ბირჟაზე ვერც გაიყიდება ფიზიკურად. გამოუშვან, უბრალოდ ფასი აღარ ექნება. ამ ბიტკოინებს შესაბამისად მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე იყო გათვლილი იმაზე, რომ დაემშვიდებინათ ინვესტორები და ეთქვათ, რომ ჩვენ რეალურად კი არ გავდივართ ბაზრიდან, უბრალოდ ის ვალდებულება, რაც 2.5 მილიონისა ჰქონდა, გავისტუმრეთ და ახლა ვბრუნდებით უფრო დიდი პოზიციებით. გარწმუნებთ რომ ჩვენ ვრჩებით ბაზარზე ფაქტობრივად ეს იყო ძირითადი განცხადება რომელიც Taylor-ისაგან მოვისმინეთ ამ შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებლისაგან და მთავარი პირისაგან რომელიც გარეშეც სტრატეგიით წარმოუდგენელია თუმცა ამის მიუხედავად, თავიდან იყო ბიტკოინთან ცოტა ზრდა, მაგრამ ახლა მაინც არ არის კარგი შედეგი. თითქოს ისეთი რაღაც ხდება. Taylor-ი კი ვერამე ვერ უშველის ბიტკოინს ამ წუთას. ხო, ყოველ შემთხვევისთვის მოცემულობა ბიტკოინის კუთხით ნამდვილად არ არის სახარბიელო. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ დაეხმარება კომპანიას, რომ ნდობა ინვესტორებისა დაიბრუნოს და ზოგადად ბიტკოინის და კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა შენარჩუნდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ნამდვილად არ შეგვიძლია თქვა, რომ ბიტკოინს კარგად აქვს საქმე.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს. კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესწავლას და ვაშინგტონის მხრიდან თბილისთან ურთიერთობის 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სისტემაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს გზების მოვლა შენახვას და მეორე პრევენციის სახით, რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურების და ასევე უსაფრთხოების ნაწილს. ანუ ამისთვის შეიქმნება უშუალო გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის პირუტყვის გზაზე გადასვლის ღონისძიებების პრევენციას, აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი შეიმუშავა. არსებული ინფორმაციით ამჯერად ბრიუსელი მკაცრ შეზღუდვებს რუსულ საბანკო ქსელს და იმ ალტერნატიულ ფინანსურ პლატფორმებს და უწესებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გადარიცხვებში და ეკონომიკურ აქტივობებში მონაწილეობენ. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. დროა მსოფლიოში მომხდარ სიახლეებზე ვისაუბროთ და დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ცალსახად არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც გაავრცელა ძალიან ისეთი იმედის მომცემი განცხადება. ასეთი რამ პრინციპში მას არაერთხელ უთქვამს, თუმცა ამჯერად უფრო მეტი დამაჯერებლობა ჩანდა მის ტონში. მოკლედ, ტრამპის თქმით, სავარაუდოდ ირანთან ომი ოფიციალურად დასრულდება 2-3 დღეში. გამოქვეყნდება უკვე სამშვიდობო დოკუმენტი და ამითი ეს ამბავი დასრულდება. JD Vance-მაც გააკეთა კომენტარი და მან თქვა, რომ ირანის ომი უკვე ფაქტობრივად თეთრი სახლის გონებაში არის დამთავრებული ამბავი, უბრალოდ რაღაც ძირითად დეტალებზე მიმდინარეობს იურიდიულ საკითხებზე. მსჯელობა ამას მორჩებიან თუ არა, ხელი მოეწერება ორივე მხარის მხრიდან და საბოლოო ჯამში ეს საკითხი ჩაიხურება. ამასთან ერთად ტრამპმა ისიც თქვა, რომ ხელშეკრულება, რომელიც ახლა მას მაგიდაზე უდებს, არის ძალიან კარგი. ეს არის საკმაოდ ისეთი პოზიტიური შედეგების მომტანი ამერიკისათვის და ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით პრინციპში გარანტირებული იქნება ის, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ვერ გააგრძელებს და ატომური იარაღს ვერასოდეს ვერ შექმნის და პრინციპში ეს იქნება მისი ყველაზე დიდი გამარჯვება. ამასთან ერთად ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე საათში უკვე ჰორმუზის სრუტე გაიხსნება სრულად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, არანაირი სამხედრო, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები არ იარსებებს და რა თქმა უნდა, ირანსაც არ ექნება იმისი საშუალება, რომ ჰორმუზის სრუტე ერთპიროვნულად აკონტროლოს, რაღაც საბაჟო გადასახადი დააწესოს ან სხვა სახის გადაწყვეტილებები მიიღოს მხარების ჩართულობის გარეშე. ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია და იმედის მომცემია და პრინციპში ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი მასაც ამბობს, რომ უკვე ჰორმუზის სრუტეში ტრაფიკიც აღდგა, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ის ზავი, რაც ამჟამად არის წარმოდგენილი, არის საკმაოდ მყიფე, რომელიც ფაქტობრივად დაირღვა კიდეც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, რადგანაც გასულ უქმეებზე მოგეხსენებათ, ისრაელმა და ირანმა ერთმანეთს პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლი, მიიტანეს საპასუხო იერიშებიც და ამითი გარკვეულწილად გააჩინეს ბაზარზე იმისი მოლოდინიც, რომ შეიძლება მთელი ეს მოლაპარაკების პროცესი წყალში ჩავარდეს და არსადაც აღარ წავიდეს, მაგრამ ამჟამად დიდად ხელჩასაწყიდი ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ გვაქვს, ჩვენი ზღა დაგვრჩენია დაველოდოთ იმ 2-3 დღეს, რასაც ტრამპი გვპირდება, ანუ დაახლოებით კვირის ბოლოს უმიზნებს იგი და ნახოთ რა იქნება ის რეალური შედეგი, რომელსაც გვპირდება ჩვენ ამერიკის პრეზიდენტი. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ზოგადად ის ენერგეტიკული კოლაფსი, რაც ბაზარზე წარმოიშვა, იყო ძალიან კარგი გაკვეთილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. მათ გააცნობიერეს, რომ არ შეიძლება ყველა სახელმწიფო ეკონომიკურად დამოკიდებული იყოს ასეთ მყიფე გზაგასაყარზე და ყოველმა მათგანმა გარკვეულწილად უკვე უნდა დაიწყოს დივერსიფიკაცია და მიწოდების ჯაჭვების ისეთნაირად გადალაგება, რომ გქონდეთ ალტერნატიული გასასვლელი გზები. მოკლედ, აი ამ ინიციატივის ფარგლებში ძალიან მალე ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაიწყებენ მასშტაბური ნავთობსადენების მშენებლობას. საკმაოდ დიდ პროექტებზე გვაქვს აქ რეალურად საუბარი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ერაყის მხრიდან განხორციელდება და მის ფარგლებში დღიური მიწოდება გაიზრდება 770,000 ბარელამდე 220,000 ბარელიდან ეს
გასადენი გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე და თურქეთიდან უკვე, რა თქმა უნდა, ენერგოტანკერების დახმარებით ის დაუკავშირდება ევროპის ბაზარს, რაც ერახს მიცემს იმის საშუალებას, რომ ჰორმუზის სრუტეზე აღარ იყოს 100% დამოკიდებული. ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე 3 სხვადასხვა ალტერნატივას განიხილავს და გამორიცხული არ არის, რომ 3 ვერთად განახორციელოს, რადგანაც ამ ქვეყანამ ძალიან მწარედ ისწავლა ის გაკვეთილი, რომ არ უნდა იყოს ირანის იმედად დარჩენილი და ყველანაირად უნდა ეცადოს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას. თან UAE მოგეხსენებათ გამოვიდა ოპეკიდან ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყანას არანაირი ლიმიტები და შეზღუდვები აღარ აქვს ახლა უკვე არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან და ჩვენს გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ძალიან თამამ ნაბიჯებს გადადგამს მომდევნო წლების განმავლობაში. UAE ააწყობს ისეთი მიწოდების ჯაჭვს, რომლის ჩაკეტვაც სრულად იქნება შეუძლებელი და ის მწარე გაკვეთილი, რაც მსოფლიო მისწავლა ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, პრინციპში ძალიან კარგ გაკვეთილად იქცევა მსოფლიოსათვის გრძელვადი ამ პერსპექტივაში. ამერიკის თემა გავაგზავნოთ, მოგესალმებათ, წელს თუ ძირითადი საკითხი, რომელზედაც მიმდინარეობს ყოველთვის მსჯელობა, არის დაკავშირებული ნავთობთან და ჰორმუზთან, წინა წელს ყველა ძირითადი საკითხი იყო დაკავშირებული ტარიფებთან და სავაჭრო შეზღუდვებთან. ამ ტარიფებმა შედეგიც დადეს პრინციპში რიგმა სახელმწიფოებმა აიღეს ამერიკის წინაშე ინვესტირების ვალდებულება და ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ეს ვალდებულება იყო სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა არის აზიის ვებ-5-თაგანი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ამერიკის ეკონომიკაში განახორციელებს 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და მთავრობამ უკვე ეს ინიციატივა დაამტკიცა საბოლოო ჯამში და ეს, ასე ვთქვათ, დაპირება უკვე იქცა კანონად. საუბარი არის პირდაპირ FDI-ზე, რომელსაც განახორციელებენ, რა თქმა უნდა, კორეული კომპანიები, აქ საუბარი გვაქვს ძირითადად Samsung-ზე, LG-ზე, Hyundai-ზე, Kia-ზე და SK Hynix-ზე, რომლებიც ამერიკაში ააშენებენ ქარხნებს, საწარმოებს და ამით ერთი მხრივ ამერიკასთან დაალაგებენ ურთიერთობას. საპასუხოდ კი ამერიკა სამხრეთ კორეას მაღალ ტარიფებს არ დაუწესებს და მეორე მხრივ ისინი მიიღებენ დივერსიფიცირებულ მიწოდების ჯაჭვს, რადგანაც როდესაც ქარხანა არ არის მხოლოდ სამხრეთ კორეაში და არის ასევე ამერიკაში, ეს არის მხოლოდ უკეთესი, რა თქმა უნდა, კომპანიისათვის, რომელსაც უნდა რომ ამერიკის ბაზარზე იყოს დომინანტი მოთამაშე. მოკლედ, ტრამპის ტარიფებმა შედეგი ნამდვილად გამოიღეს, ამის თქმა თამამად შეგვიძლია, უბრალოდ ერთი საკითხი არის აქ ის, თუ როდის დაიწყება რეალურად პროექტების განხორციელება და 350 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოესწრება თუ არა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, რათა მან მოახერხოს ამ გამარჯვების მიწერაც. და ბოლოს ევროკავშირშიც უნდა ვისაუბროთ, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიმუშავა სანქციების 21 პაკეტი. ეს პაკეტი საკმაოდ მძიმეა წინა პაკეტებისაგან განსხვავებით, რადგანაც აღარ არის ვიქტორ ორბანი, ადამიანი, რომელიც დაბლოკავდა ნებისმიერ ინიციატივას რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომაც ევროკავშირი არის შედარებით თავისუფალი და თამამი თავის ნაბიჯებში. ეს პაკეტი ძირითადად არის მიმართული საბანკო ქსელების, ფინტექების და კრიპტობირჟების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ეხმარებიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. როგორც ჩანს, ევროკავშირი ერთხელ და სამუდამოდ აპირებს ყველა იმ ხვრელის ამოქოლვას, რომელიც ამჟამად არის დარჩენილი, განსაკუთრებით ფოკუსი გაკეთდება იმ ოფშორულ ბანკებზე, რომლებიც რუსი სანქცირებული სუბიექტებისათვის ტრანზაქციებს მაინც ატარებენ და ასევე ძალიან დიდი დარტყმა მიადგება წესით კრიპტობირჟებს. 12-მდე კრიპტობირჟა არის, ასე ვთქვათ, ტარგეტირებული ამჯერად ევროკავშირის მიერ. ეს ის კრიპტობირჟები არიან, რომლებიც ძირითადად ვაჭრობაში ეხმარებიან რუსეთს, მოგეხსენებათ, რუსეთი დოლარით ვეღარ ვაჭრობს, ვერც ევროთი ვეღარ ვაჭრობს, მაგრამ ვაჭრობს USDT-ით და სხვა სტეიბლ კოინებით, რაც პრინციპში დოლარისა და ევროს ეკვივალენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ წესით ეს უკვე ესე მარტივად რუსეთს აღარ შეეძლება. ასევე საუბარი არის იმაზე, რომ 90 რუსულ ბანკს დაუწესდება დამატებითი სანქციები და ჯამური სანქცირებული ბანკების რაოდენობა გადააჭარბებს უკვე 100-ს
კი, ასევე ძალიან მკაცრ სანქციებში აღმოჩნდება 35 მსხვილი ბანკი, მოკლედ რუსეთის ფინანსური სექტორი იქნება ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც კარგში ისედაც არ არის. ამჟამად რუსეთში არის სადღაც 152-მდე ბანკი და მათი 90% ამჟამად არის ზარალზე. შესაბამისად, ამ სანქციების გამოჩენით წესით ზარალზე მყოფი ბანკების რაოდენობა და მათი დანაკარგების მოცულობა კიდევ უფრო დრამატულად გაიზრდება. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. მოკლედ, აი ასეთი იყო დღევანდელი საქმიანი საღამო. მადლობა ყურადღებისათვის და ხვალ შევხვდებით.